სულ რაღაც რამოდენიმე დღეში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი, რასთან დაკავშირებითაც მინდა შემოგთავაზოთ სასუსნაობის უამრავი სახეობა. პირველ რიგში მოვამზადოთ ქორმდოგი, რომელიც მზადდება უმარტივესად და რაც მთავარია, ძალზედ გემრიელია. როგორც ყოველთვის, პროდუქტები მოვიმარაგე ორ ნაბიჯში. ეხლა კი შეგვიძლია შევუდგეთ სამზადის. პირველ რიგში მოვამზადოთ დრესინგი. თაში მოვათასოთ მაიონეზი, დავუმატოთ კეტჩუპი. დავუმატოთ ყველის соуსი, ასევე ტირიაკის соуსი და თბილმცხრის соуსი. სურვილისამე დავუმატოთ აჯიკა. ყველაფერი კარგად გადავურო და დროებით გადავდოთ. ეხლა კი მოვამზადოთ ცომი. ცომისათვის დაგვჭირდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი და ასევე დაგვჭირდება სიმინდის ფქვილი. გავცროთ ორივე და დავუმატოთ გამაფხვრებელი მარილი და შაქარი. სათქვეფის დახმარებით გადავუროთ ყველაფერი კარგად. დავუმატოთ რძე. ასევე დაგვჭირდება ერთი ცალი კვერცხი. მოვათავსოთ და ყველაფერი კვლავაც კარგად გადავუროთ. მიღებული ცომი გადმოვიტანოთ ნებისმიერ ქილაში ან ნებისმიერ ჭურჭელში, რომელიც სახში გაგვაჩნია. მთავარია იყოს მაღალყელიანი. ეხლა კი დაგვჭირდება სოსისები. სოსისებს მოვხსნათ საკვები პარკი. სოსისები ავაგოთ ბამბუკის ჭხირებზე. შემდგომში დროებით გადავდოთ. ქვაბში მოვათავსოთ მზესუმზირი ზეთი. გავაცხელოთ 180 გრადუსამდე. პარალელურად სოსისები ამოვალოთ სომში. შემდგომში მოვათავსოთ ზეთში და შევწვათ ოქროსფერ ზედაპირამდე. შემწვარი ქორმდოგები გადმოვიტანოთ ბადელ ანგარზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწუროს. მზა ქორმდოგი მოვათავსოთ სერვირების თეფშზე და მივირთოთ ჩვენს უგემრიელეს соуსთან ერთად. соусზე მოვაყაროთ ცოტაოდენი მწვანე ხახვი. საბოლოოდ კი ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ქორმდოგი გამოგვივიდა.